მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენო თანამოქალაქენო. მაქვს პატივი მოგესალმოთ ჩვენი პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს სახელით და დღეს დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა მე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი თავისუფალ ტრიბუნას დაეთმობა ჩვენს პარტიას და ვისაუბრეთ ამ ორი კვირის განმავლობაში რაც ჩვენ არ შეხვედრი ვართ თუ რა გაკეთდა რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მაგრამ მანამდე მინდა ამ სურს დავიწყო ყველაზე მტკივნეული თემის ჩვენი ქვეყნის თითეული ჩვენთაგანისათვის ყველაზე მტკივნეული თემის აღნიშვნით. დღეს არის მეოთხე წლისთავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი შელახვისა, ჩვენი თანამოქალაქეების დაკარგვისა, მებრძოლების დაკარგვისა, ადგილობრივი მაცხოვრებლების დაკარგვისა, გულის ტკენისა, ტკივილისა, რომელიც ბადებს იმ განცდას, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ცხინვალი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სოხუმი, ყოველთვის გახსოვდეს აფხაზეთი, გვახსოვდეს ჩვენი სამაჩაბლო და არ მინდა დღევანდელ დღეს ამაზე მეტი ვისაუბრო. მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა, რომ ხშირად ძალიან ხშირად კამათი მიდის იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი. ამაზე საუბარი ნამდვილად არ იქნება. მე როგორც ავტომობილისტი, თქვენ იცით რომ ჩემი სამოქალაქო პროფესია არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი გახლავართ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ავარია ხდება და მეკითხებიან თუ ვინ არის დამნაშავე, შეიძლება ერთი მძღოლი არის ფორმალურად მართალი, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი. ამ მეორე მძღოლმა, რომელიც ფორმალურად მართალია, ყველაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ მას თავიდან აეცილებინა ავარია. აი სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ 2008 წელს თავიდან ვერ აიცილა ომი, კარგად დადგმული პროვოკაცია, რომლის შედეგებსაც დღემდე საქართველო იმკის. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს არიან სტუდიაში წარმოდგენილები. მე გახლავართ შალვა ოგბაიძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, ასევე მთავარი საბჭოს წევრები ბატონი ირაკლი კიკაჩეიშვილი, ბატონი ბესო დანელია და აგრეთვე ჩვენ გვეყოლებიან ასევე ჩვენი გუნდის წევრები, მამოკა აჩვა, რომ იცით რომ გახლავთ მამოკა პირველად არ არის თქვენთან შეხვედრაზე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ის წარმოადგენს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს სათათბიროს წევრს, რომელიც მუშაობს ადგილნაცვალე ადამიან ჩვენი ხიზნების პრობლემებზე. შემდგომ გიორგი გვიმრაძე, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ძალიან ესეთი დიდი მონდომებით და აქტიურობით განათლების, უმაღლესი განათლების სფეროს იმ მტკივნეული პრობლემით, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ქვია და ზოგადად ახალგაზრდულ საქმეებზე, ესე ვთქვათ, აქტივობებით, ხოლო ბესიკ ტაბატაძეს გონებ წარდგენა არ ჭირდებათ, ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის თავზე გამოცადა იმ საშინელი ჯოჯოხეთური მანქანის ძალა, რაც 26 მაისს მომართული იყო თითოეული ჩვენთაგანის წინააღმდეგ, რომელიც ვინც კი 26 მაისს შარშან რუსთაველის გამზირზე იდგა. დასაწყისში მე მინდა ბატონ მამოკას ვთხოვო, ბატონო მამოკა, რა შეიძლება ითქვას აი პერიოდის 4 წლის თავზე, აი ამ მტკივნეული თარიღიდან 4 წლის თავზე შესავალში შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩვენი ხელისუფლების ბედოლათობამ კიდე კარგა ხანი დაგვაცილა იმ სამოკვარ მიზანს, რასაც საქართველოს ერთ მუშტად შეკრვა ქვია და გაერთმთლიანება ქვია. რას გვეტყვით ამის თაობაზე? დიდი მადლობა ბატონო შალვა. უპირველეს ყოვლისა მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს, მაგრამ სანამ ძირითად თემაზე გადავალ, მე მინდა გაუზიარო ჩვენს ტელემაყურებლებს ჩემი აღშფოთება. რაც დღევანდელმა ხელისუფლების მესვეურების და მათი ნაცმოძრაობის უпростоრად მინდა რომ კონკრეტულად დავაკონკრეტო, ნაცმოძრაობის იდეოლოგების განცხადებამ გამოიწვია. ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარი ყოველი ქართველის გულში გადის. აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის განცხადება, რომელიც მიზანმიმართულია იმისთვის, რომ უგულვებელყოს ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში მცხოვრები ყველა სხვა ეროვნების ადამიანი. უკაცრავად ამ გადახვევისთვის ახლა რაც შეეხება თვითონ თემას, რაზეც მინდა არა თვითონ ომზე, არამედ მის შედეგებზე ძალიან ზედაპირულად გაკვირით მინდა რომ ვისაუბროთ. გავიდა 4 წელი, მოგეხსენებათ,
გვყავს 10,000-ობით ახალი დევნილი, როგორც ამას ხელისუფლება უწოდებს და გვყავს დაღუპული ვაჟკაცები, რომლებმაც საქართველოს შესწირეს თავი. საქართველოს ისტორიაში ყოველთვის გვყავდა გმირები, რომლებიც საკუთარ მიწას იცავდნენ, მაგრამ არც ერთ მეფეს, არც ერთ მთავარს და არც ერთ ხელისუფალს არ გაუბედია ის, რომ საკუთარი პიარისთვის გამოეყენებინა მათი სიკვდილი. ისინი დარჩნენ გმირებად და საქართველოს ისტორიაში ყოველთვის გმირები იქნებიან. ხოლო დღევანდელი ხელისუფლება კი ამას ყველაფერს იყენებს თავის პიარის ნაწილად. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას და განვაცხადო, რომ ეს 4 წელი არის მათთვის, ვინც დატოვა საკუთარი მიწა-წყალი, საკუთარი სარჩო საბადებელი, მათთვის არის უმძიმესი წლები. იმიტომ რომ ეს ჩვენ აფხაზეთიდან დევნილებმა განვიცადეთ 20 წლის უკან და მე მაპატიეთ იმისთვის, რომ ამას ესეთნაირად ვყოფ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი კი არა. ეს არის ხელისუფლების იდეოლოგიის ერთ-ერთი გადმონაშთი, რომელსაც მეც ვახმოვანებ, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. რაც შეეხება თვითონ აგვისტოს ომს, როგორი იყო, რანაირი იყო, ან რა შედეგები მოვიმკეთ, მე ეს მაინტერესებს. დანარჩენი სხვა არაფერი ამ შემთხვევაში, სხვა არაფერზე არ მინდა თუნდაც დავფიქრდე. შედეგი არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი გახდა უკვე საბოლოოდ ოკუპირებული. და მე მინდა ხაზი გაუსვა კიდევ იმას, რომ მოახლოებულია 15 აგვისტო აფხაზეთში ომის დაწყების დღე, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღე, უკაცრავად აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების დღე და მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლებას, რომელსაც არანაირი ძალა არ შესწევს, უკვე დაამტკიცა მან თავისი მოქმედებით, რომ დაიბრუნოს აფხაზეთი, უკაცრავად დაიბრუნოს აფხაზები, მე ხაზს უსვამ ამას და დაიბრუნოს ოსები, უკვე არანაირი ძალა არ შესწევს, თუნდაც შუამავლის მეშვეობითაც კი. მხედველობაში მაქვს შენების მოლაპარაკებები. დღევანდელმა ხელისუფლებამ ამოწურა ყველანაირი რესურსი. ამიტომაც თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული ადამიანი, რომელიც არის, მე მიმართავ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ დევნილებს, უნდა გაითვით ცნობიერონ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში და ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია აფხაზებთან და ოსებთან დამყარება კონტაქტის და მერე უკვე ერთმანეთის დაბრუნება. რა თქმა უნდა, ერთმანეთის დაბრუნება. თუ შემედავება ხელისუფლების მესვეური იმაში, რომ ბევრს ცდილობენ, ან თუნდაც ბევრს აკეთებენ, მე შემიძლია დავჯდე მათთან დებატებში, მე შემიძლია მათ გავცე პასუხი ამ შეკითხვაზე, თუ კი მიპასუხებენ და თუ კი გამცემენ პასუხს იმაზე, სად წავიდა ის 4 მილიარდი, რომელსაც უკვე მე რამდენჯერ ვახმოვანებ, რომლებიც დევნილებისთვის იყო გამოყოფილი. თუ იმ დასაკანონებელ თუ დაუკანონებელ ფართებში, რომლებიც ზოგს მისცეს არჩევითი პრინციპით, ზოგს კი დღესაც არ აძლევენ. ის ფართები, სადაც იყვნენ შესახლებული დევნილები, უკვე იყო აშენებული, თუნდაც იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს და ის შენობები იდგა. მათ აითვისეს ეს ფართები, გაარემონტეს თვითონ თავიანთი საკუთარი ხარჯები და ცხოვრობდნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ამას უკანონებენ და ფულის ჩამოწერა ამ ფართების დაკანონებით მიმდინარეობს. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ომი, რომელიც იყო კონფლიქტი, რომელიც იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, ეს იყო ძმათა მკვლელი, ძმათა შორის ომი, რომელსაც შთამომავლობა აუცილებლად შეაფასებს და შთამომავლობა თავის წერტილს დაუსვამს. ეს დღეს იქნება თუ ხვალ, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ამ კონფლიქტის მოგვარება, ჩვენი ერთმანეთთან დაახლოება და დარეგულირება ამ კონფლიქტისა ყოველდღე შეუძლებელია. ბატონ შალვა, მე ვეცადე, რომ ძალიან მოკლედ მელაპარაკა ამ თემაზე და თუ შესაძლებლობა მექნება, შემდგომშიც დიდი მადლობა, მამუკა, მე დავძენდი თქვენს ნათქვამს, რომ ჩვენს ხიზნებს, ჩვენს ადგილნაცვალ ადამიანებს, აფხაზეთიდან იქნება თუ ცხინვალიდან იქნება, სამაჩაბლოდან იქნება, არავინ არაფერი არ უნდა წამოაყოდოს. უბრალო არითმეტიკა ხანდახან სააკაშვილს პერიოდი აქვს, როდესაც გამოფხიზდება ხოლმე და მაგიდაზე მოსაჩვენებლად მაინც მაგიდაზე მუშს დაარტყავს ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი იყო 2010 წელს, როდესაც მან ქამრების შემოჭერა უბრძანა თავის ხელქვეითებს. როგორ დამთავრდა ეს ქამრების შემოჭერა, კარგად ვხედავთ.
ესე იგი, საქართველოში არსებულ 73 რაიონში თუ კი საშუალოდ ჩავთვლით, რომ თითეული გამგეობის ბალანსზე დაახლოებით 20-25 მანქანაა, 15-20-25, ყველა მანქანა არის ბოლო 2 წელიწადში ნაყიდი და განსაკუთრებით ჭარბობს, პრევალირებს მაღალი გამავლობის, გადიდებული კომფორტის მქონე, ეს სიტყვა კომფორტული რაღაც ესეთი ძალიან უყვარს ამ ჩვენ ხელისუფლებას, კომფორტული პირობების შექმნა და რამოდენიმე ათეულ ასეულს თუ არა მილიონს აჭარბებს მარტო ხელისუფლების მისი ხელქვეითების კომფორტზე დახარჯული თანხები. ეს თანხები მათ რომ 2 წლით უფრო ასაკოვანი ან მცირე ლიტრაჟიანი ავტომობილები თევლო თავისუფლად ეყოფოდა თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს, რომლებიც არის აფხაზეთიდან ან სამაჩაბლოდან წამოსული, ეყოფოდა ღირსეული ცხოვრებისათვის იქამდე, სანამ ისინი დაბრუნდებოდნენ საკუთარ კერას დაუბრუნდებოდნენ. გეთანხმებით ბატონო შალვამე ამაში აბსოლუტურად და რაც ყველაზე მთავარი არის, თუნდაც ამ ბოლო 2-3 დღის წინანდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლებისა, სადაც ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ უნდა დაეხმარონ გარკვეული პრივილეგიები, უნდა შეუთავსონ ამ ოსეთის უკაცრავად სამაჩაბლოს კონფლიქტის დროს დაზარალებულებს, აქ არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები აფხაზეთის მეომრებზე და აფხაზეთში დაღუპულ ადამიანებზე. ესე იგი სააკაშვილი მიზანმიმართულად ყოფს და სააკაშვილის ხელისუფლება მიზანმიმართულად ყოფს აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში მონაწილეობას. ეს მისი სტილია, იმიტომ რომ ესე იგი მან გაყო ამ საზოგადოებას ყოფს სხვადასხვა, ესე იგი თავის მომხრეება და დანარჩენებად, ესე ვთქვათ, მეორე სორტის ადამიანებად, მათ შორის ეს პროცესი შეიმჩნევა მისი მხრიდან დევნილებშიც, როდესაც მან გაყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს დევნილები და აგრეთვე ეს ყველაზე სამწუხარო და ამაზრზენია ის, რომ მან გაყო დევნილები შევარდნაძის დევნილება და სააკაშვილის დევნილებად, მის მომხრე დევნილებად. ეს არის ყველაზე სამარცხვინო და ამისი ნათელი დასტური იყო თუნდაც შარშან იანვარში ჩვენი ვეტერანებისადმი დამოკიდებულება, რომლებაც სავსებით სამართლიანი გულისხმობა გამოხატეს ამ რეჟიმის და ხელისუფლების მიმართ. გმადლობთ ბატონო მამუკა და მე ჩვენს მაყურებლებს ორიოდე სიტყვით შევახსენებ საერთოდ ამ ბოლო პერიოდში საქართველოს ცხოვრობს ერთ სულდგმულებს და ცოცხლობს მხოლოდ ერთი იმედი და ერთი მოლოდინით. როგორი 2 ოქტომბერი გაგვithენდება ჩვენ. ანუ რა მოხდება 1 ოქტომბრის შემდეგ. რა არის იცით, მე მინდა სიტყვა გამარჯვება დავაკონკრეტო. მე მინდა როგორი გამარჯვება, იცით? მე მინდა ისეთი გამარჯვება, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი პარტიიდან 41 პოლიტპატიმარი განთავისუფლდეს იმ დღეს. მე მინდა ისეთი გამარჯვება, რომ ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან ახლა დევნილები, ქონებას უყადაღებენ, სამსახურიდან ათავისუფლებენ, ყველას ღირსება აღდგეს. მე მინდა გამარჯვება თვლი იმას, რომ ჩვენი კახელი თანამოქალაქეები, რომლებიც ახლა ღია ცის ქვეშ არიან, ხო, არც ერთი სახლი არ იყოს გადაუხურავი და მათ ჰქონდეთ იმედი, რომ მათ ყავთ პატრონი. მე მინდა ისეთი გამარჯვება, როდესაც ადამიანი იპოვის სამართალს სასამართლოში, დამოუკიდებელ სასამართლოში. მე მინდა ისეთი გამარჯვება, როდესაც მედია აღარ იქნება დამოკიდებული ვინმეზე და მე მინდა ისეთი გამარჯვება, როდესაც 21 საუკუნეში სირცხვილია, როდესაც შეიქმნა ორუელის ფიქრის პოლიციის არ იყოს, თეფშების პოლიცია შეიქმნა. თეფშებს დაძდებენ 21 საუკუნეში. რატო რისი ეშინია ხელისუფლებას 100 არხზე მეტის დაჭერის შესაძლებლობა აქვს თანამედროვე ტელევიზორებს. მომეცი უფლება, მე თვითონ ავირჩიო ჩემთვის მოსაწონი არხი, მე თვითონ უყურო და მე თვითონ გამოვიტანო დასკვნი. რატომ მაძალებ მაინც და მაინც ამ სამ არხს, ჩემო კარგო ხელისუფლებო, ჩემო კარგო რეჟიმო ჭყალებში რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მათ იციან, რომ თითოეულ ჩვენთაგანი ძალიან კარგად ისწავლა თითოეულმა ჩვენთაგანმა ავის და კარგის გარჩევა, ცუდის და კარგის გარჩევა. აი მას სურს ხელისუფლება სურს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამყოფონ მუდმივად სიბნელეში. არ გამოვა ეს. დავასრულებ იმ თემას, რასაც გამარჯვება ქვია, ჩემთვის გამარჯვება არის სწორედ უმრავლესობაში მოსვლა პოლიტიკური ძალების ისეთნაირად, რომ შეიცვალოს სისტემა მთლიანად, ეს სისტემა მშვიდობიანად გაუშვა და შეიცვალოს ახალი სისტემით და არა, თქვათ, რამოდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში. მე როგორც
კარგად ინფორმირებული ოპტიმისტი, ზომიერ პესიმისტს გამოვთქვა მხოლოდ და მხოლოდ ამ ნიშნით, რომ არ უნდა ვიყოთ სხვის მოიმედეთ, არ უნდა ვიყოთ ერთი ადამიანის მოიმედეთ, მე განსაკუთრებით მაშფოთებს, რომ ყველა ადამიანი რატომღაც ერთი ადამიანის იმედზეა და მე მინდა შევეხმიანო გუშინ ძალიან კარგი ქართველის და კარგი ქართველი მწერლის ირაკლი ლომოურის სიტყვებს, რომელიც გუშინ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა მან, რომ თითოეული ჩვენთაგანი მზად უნდა იყოს, რომ ის იყოს მაჰათმა განდი, რომ მზად იყოს თავიც აცემინოს, საკუთარი სისხლის დაღვაროს, საკუთარი შვილების, ოჯახის და საქართველოს უკეთესი მომავლისათვის. აი ასეთნაირად წარმომიდგენია მე გამარჯვება. ხოლო ეს გამარჯვება იჭედება როგორ? აი დავაკვირდეთ დღეს, როგორი ინფორმაციები მიდის საჯარო სივრცეში. საჯარო სივრცე და საერთოდ გამოიდევნა თემები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩემს იდეურ მოწინააღმდეგესთან ერთად დავჯდები და ვისაუბრებ თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველოს უკეთესი მომავალი. ძირითადი თემები არის ვინ დაიჭირა პოლიციამ, ვისი სახლი გადის აუქციონზე, ვის ქონებას აყადაღებენ, ვის აწიოკებენ, ვის ათავისუფლებენ სამსახურიდან, ვის იჭერენ და ასე შემდეგ. ანუ ძირითადი თემა მედიის სამწუხაროდ გახდა არა იდეების ჭიდილი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დაფიქსირება იმ უკეთურობებისა, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს. მე ვიცი რომ ეხლა მიყურებენ ჩვენი თანამოქალაქეების საზღვარგარეთ. ჩვენს თანამოქალაქეებს საზღვარგარეთ შეიძლება ითქვას 80%-ს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა ამ ხელისუფლებამ, ისეთი პირობები დაუწეს ამას. იმიტომ რომ მან კარგად იცის, თუ რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ემიგრაციაში მყოფი ადამიანები და მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებიც ვის მიცემენ ხმას. გარდა ამისა, აღარაფერს ვამბობ იმ კამპანიაზე, როდესაც დათვლის შემდეგ ლუარსაბ თათქარიძისა არ იყოს, უფრო მეტი გამოვიდა ამომრჩევლები, ვიდრე სინამდვილეში და ადრე იყო. ესე იგი, თითქოს საქართველოში დაბრუნდა უფრო მეტი, ვიდრე წავიდა, უფრო მეტი ადამიანია ხმის მიცემის უფლების მქონე. ეს არის აბსურდი. ეს ფაქტიურად ნიშნავს გაყალბების მექანიზმის დახვეწას ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჯერჯერობით ჩვენ ვერაფერს ვერ ვუპირისპირებთ. თვითონ ჩემს სახლში ორი ადამიანი აღმოვაჩინე ზედმეტად მიწერილი. ჩემს სადარბაზოში 27 ადამიანზე მეტია ზედმეტად მიწერილი. ამოცანა გვეკითხება, ეს ადამიანები ვისთვის არის გამზადებული ამ ადამიანების ხმები და თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც მიატოვა რაიონი და დღეს დიდ ქალაქებშია ჩამოსული საჩო საბადებლის საძიებლად და დროებით ჩაწერა აქვს საქართველოს თბილისის რომელიღაც თქვათ ბინაზე, ხო? საკუთარ ბინაში მან არ იცის ვინ არის მიწერილი. და ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია. ამიტომ კიდევ ერთხელ საარჩევნო გარემო კიდევ ერთხელ სურს დავასრულო იმით რითაც დავიწყეთ, ყველაზე მძლავრი მექანიზმი დაცვის ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა. რაც საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს. თითოეულ ჩვენ მართლა ალალ ხმას ეს ხელისუფლება 10 ყალბ ხმას დაადებს ზემოდან და ჩვენ ამ ხმის არავითარი გაპროტესტების საშუალება სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ უკანასკნელ მომენტს ქართულ თითოეულ ჩვენთაგანს შინაგანად, ხო, მაინც პრაგმატიზმი, რაღაც გარკვეული ესეთი კონსოლიდირების გრძნობა მაინც სჭარბობს ხოლმე და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ ოქტომბრისათვის მაინც მზად ვიქნებით, რომ დავანახოთ ჩვენს ხელისუფლებას ხალხის ძალა. ახლა მე მსურს რახან საარჩევნო გარემოზე ვისაუბრეთ, ბატონ ირაკლი კიკაჩეიშვილს ვთხოვ, რომ ეს თემა რამდენადმე განავრცოს. ბატონ ირაკლი კიკაჩეიშვილი, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი. ისმენთ ბატონ ირაკლი. მოგესალმებით. მე მინდა საარჩევნო გარემოზე 1-2 ჩამოგიყალიბოთ. დღევანდელი მონაცემებით საარჩევნო სიაზე მომუშავე კომისიამ შემაშფოთებელი რიცხვი დადო. ეს არის 3.621.256 ამომრჩეველი. წინა მოსვლაზე 3.602.000 იყო. მოემატა ეს. ლუარსაბის არ იყოს გაფრენილად რა. აი ლუარსაბს მაგონებს უხდა რა ეს. თან თვითონ ეძახიან, რომ უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ადგილულ მდგომარეობას ვერ ადგენენ, შეუძლებელია შიდა მიგრაციის გამო.
შემდეგ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ვიძახით, რომ ეხლა ეს ჭირდებათ მათ, იმიტომ რომ არ ჭირდებათ მათ ეს რა ქვია სეები, ნამდვილი ჭეშმარიტი სეების დადგენა, იმიტომ რომ უნდა გააყალბონ არჩევნები თავისთავად. აი ერთმა ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ. ჩემი მეგობრის ბებია 72 წლის ქალბატონი, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა. 1990 წელს გარდაიცვალა. რამოდენიმე დღის წინ მოვიდა სადაზღვევო პოლიციის სახლში. წარმოიდგინეთ, ახლა უკვე რა სიებზე არის აქ საუბარი. ახლა რაც შეეხება ამომრჩევლთა ლიგის მონაცემებს, რეალობასა და დადებული სიას შორის 20-25% არის ცდომილება. შემდგომ მინდა გითხრათ, რომ ხო აი რა თქვენ რასაც შეეხეთ რა, ბატონო შალვა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი ბოლო განკარგულება იყო ისეთი, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც იმყოფებიან ემიგრაციაში არალეგალურად, იმათ უფლება არ ეძლევათ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ იქ არის რეგისტრაციის ფურცელი მისატანი და აქედან გამომდინარე რაც აბსურდია. ხო, რაც აბსურდი არის, იმიტომ რომ ისინი არალეგალურად იმიტომ არიან კარგი ცხოვრებიდან არ წასულან იქ. სამუშაოდ რომ აქ არჩენონ გაუსაზღვრო პირობებში ოჯახები. თავისთავად. ეხლა რაც შეეხება თვითონ ემიგრანტების რაოდენობას, დაახლოებით 1.5 წარმოადგენს ემიგრანტების რაოდენობა. ეს რო შევადაროთ და გამოვაკლოთ აი ამას 300 ოფიციალური ციფრი 300,000-ია თვალწოდებით. თვითონ რასაც ხელისუფლება ხო, 1.5 არის ეს რაც ეს ემიგრანტებს შეეხება და ზუსტი ეს არ არის დადგენილი ციფრი. ამ რო გამოვაკლოთ აი ამ კომისიის გამუშევარ, ასე ვთქვათ, ციფრს, ეს დაახლოებით მივიდივართ იმ დონემდე, რომ 40% უკვე სახელმწიფოს დაყალბებული აქვს არჩევნები. ამას რო დავუმატოთ კიდევ ჩვენ ადმინისტრაციული რესურსი, ამას რო დავუმატოთ ჩვენ პრობაციონერთა რაოდენობა და მათი ოჯახები, ტერორის ქვეშ ყოფი ოჯახები, ის ხა ძნელი ის არ არის, რა ქვია, მოსაფიქრებელი, ვის მიცემენ ის ტერორის ქვეშ ის ხალხი ხმას, ხო? ამას რო ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლებამ უკვე გააყალბა არჩევნები. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება უკვე კი არჩევნებისთვის კი არ ემზადება და არჩევნებისთვის კი არ იბრძვის, ისინი იბრძვიან უბრალოდ, რომ შეალამაზონ ეს სიტუაცია, რაც თვითონ ჩამოაყალიბეს სამართმა და შეფუთონ და ესე ვთქვათ, გააправონ არჩევნები. მადლობა. ესე იგი, ამ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არაჯანსაღ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მე მინდა ორივე სიტყვა დავძინო. ეხლა თბილისში, ალბათ საქართველოს მასშტაბითაც დაიწყო კამპანია კორპუსის კოორდინატორების, რომლებიც ფინანსდებიან თითეული ჩვენთაგანის ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან და არის ასეთი ტიპიური, ესე იგი, საკმარისი სიზუსტით მახსოვს ეს ჩამონათვალი. პირველი, რა გახსოვთ პრემიერ ვანო მერაბიშვილის 1000 ინიციატივის 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგების შესახებ. ძირფასო ტელემაყურებლებო, მე დავაკონკრეტებ ეს 1000 ლარიანი ვაუჩერი რა არის. ეს არის 4 წელზე გაწერილი, ანუ წელიწადში 250 ლარი, ანუ თვეში დაახლოებით 20 ლარზე ოდნავ მეტი, ხოლო დღეში 68-69 თეთრზეა საუბარი. ხოლო თუ ოჯახი არის 4 სულიანი და უმეტესობა ასეა, ხო? საუბარი არის ერთ სულზე 16, 17, 18 თეთრიან დახმარებაზე დღეში. თუ ჩვენ მეტრო თავისუფლების მოედნიდან მეტრო რუსთაველამდე გავივლით, ხო? დაბლა უფრო მეტი ეყრება ხურდა, ვინმე ეს ხელისუფლება გვთავაზობს. ეს მათხოვრული დახმარებაც კი არ არის და ნურავინ უწამოგვაყვედრის ამ 1000 ლარიან ვაუჩერს. ეს ერთი. მეორე, ამ კორპუსის კოორდინატორების მიერ მოწოდებულ კითხვარში მეორე ფურცელი ასეთია. რას უზამთ ამ თანხას? ნუ რაღაცას უზამთ, ხო? ეს 1000 ლარი. დღეში 16 თეთრი. შემდეგი შეკითხვა არის, მიიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში? ნუ თქვა დღებულოთ. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო. იწყება საინტერესო, რომ ესე იგი, ვის მიცემთ ხმას? ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა თუ სხვა. ანუ წინასწარ ქვეცნობიერში ხელისუფლება ამზადებს, რომ ბარიერი უნდა გადალახოს ამ თქვენ იცით მაგალითები აირაის და NDI-ის, გასაკუთრებით NDI-ის ძალიან საინტერესო ინსტიტუტის გამოკვლევები, რომელიც წინასწარ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს იმისას, რომ ეს ასე იქნება, ხო? აი იმას გავს ზუსტად, რომ აი ეს სამი პარტია გადალახავს საქართველოში იმ 7%-იან ბარიერს, თითქოს
მათ გარდა საქართველოში სხვა პარტიები არ არსებობენ. თანამედროვულად დააკვირდით, თუმცა ამ თემას ისევ დაუბრუნდები, შემდეგი არის მაჟორიტართან დაკავშირებული კითხვა. ჩვენი ფულით დაფინანსებული კოორდინატორი ეწევა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის საარჩევნო პროპაგანდას. ეს რომელიმე ჩვენთაგანმა გააკეთოს საბიუჯეტო თანხით, როგორც ძველები იტყვიან, სიმბირი აქეთ მორჩება. და ამათ ყველაფერი შეიძლება მე მახსენდება ერთ-ერთი სამხრეთ ამერიკელი თანამედროვე დიქტატორის სიტყვები, სტრესნერის სიტყვები. ჩემი მეგობრებისთვის ყველაფერი, ხოლო დანარჩენისთვის კანონი. ანუ შეიქმნა საქართველოში ისეთი კასტა, ხელშეუხებელთა კასტა, რომელთაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რომელთაც ყველაფერი შერჩება, რომელთაც არასოდეს მათ არ დაემუქრებათ სამართალდამცავებთან პრობლემა. არასოდეს ანავიღოთ თუნდაც საარჩევნო გარემოს ესე ვთქვათ შემადგენელი ნაწილია ნორმალური შეხვედრების ორგანიზება ამორჩეველთან. თქვენ ნახეთ წინაკვირას და წინაკვირების განმავლობაში მერეთში, კარალეთში, აჭარაში მომხდარი ფაქტები, როდესაც უკვე ღია ძალადობაზე გადავიდნენ ამ ხელისუფლების მომხრეები. როდესაც ხელისუფლება უკვე საზოგადოება გახლიჩა და თანამოქალაქეებს არა, შეიარაღებულ ზონდერ ჯგუფებს აპირისპირებს თავის ამორჩეველს. აი ასეთი რეალობაა. საუბარია იმაზე, როდემდე ავიტანთ ამ ყოველივეს და როდემდე გვექნება ჩვენი იმედი, რომ განსაკუთრებით მემხედველობაში მაქვს იმ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინი, რომლებიც ქება დიდებას არიშურებენ საქართველოში შექმნილი საარჩევნო გარემოს, საქართველოში მიმდინარე ზოგადად დემოკრატიული ასე ვთქვათ პროცესების მიმართ და რაღაც შორს მივიდით ჯონ ბასმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში შექმნილია ჩარჩო, დემოკრატიული ჩარჩო, დემოკრატიული თავისუფალი გამჭირველი არჩევნების ჩასატარებლად. ახლა მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ალო. მოგესალმებით, საღამო მშვიდობი. მოგესალმებით, ბატონებო. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და მინდა გარკვეული შეკითხვის ფორმით გაგიზიაროთ თან ჩემი მოსაზრებას. ვინაიდან ხედავთ, რომ ხელისუფლებას ხელს გააჩნია ყველა ბერკეტი მექანიზმი არჩევნების გასაყალბებლად და სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია მას იქამდე მისვლა თუ არა ამ ლანძღვაგინების ორიენტელით, ამ დატერორებით, დაშანტაჟებით, ამ უმსგავსოებით, რასაც უყურებს ტელევიზიით, ჩვენ ხედავთ, რომ ორდღიანი მორატორიუმი რო არჩევნებზე არ ვისაუბროთო, პირველად დაარღვია ზუსტად ნაცმოძრაობამ. და სამწუხაროდ ზოგიერთმა პარტიამ დაიჯერა ეს და საერთოდ არ იმუშავა საარჩევნო პროცესის რიტმში ამის გამო. ეს წინასწარვე გარკვეული იყო. ამიტომ მე მინდა ასე ჩამოვაყალიბო საკითხი და თქვენ ეთანხმებით თუ არა ამას, რომ აქვს აზრი ასეთი არჩევნების ჩატარებას ნამდვილი ოპოზიციისთვის. სხვა ჯობია ვიფიქროთ პერმანენტულ აქციებზე ერთდროულად ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ პარიტეტული წესით ნორმალურ არჩევნებზე დათანხმდეს და შეიქმნას ისეთი პირობები, რომ მართლა რაღაც სახალხო ძალით, სახალხო ინიციატივით ჩატარდეს რეალური არჩევნები. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. ცით ჩვენ არაერთ გზის გვითქვამს, რომ ხელისუფლებისათვის ოპოზიცია მუდმივად უნდა იყოს პრესინგის, თუ საფეხბურთო ტერმინს მოვიშველიებთ, ესეთი მუდმივად უნდა ყავდეს პრესინგში. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ბოლომდე მოსპობს ოპოზიციას, ხელისუფლება ჩლუნგდება, ბლაგდება, საერთოდ ესეთ ნაკვებულ ოქოს ემსგავსება და ემსგავსება ისეთ ხელისუფლებაზე, ისეთ რეჟიმს, როგორიც გვყავს. და სწორედ რომ აი ამ ძალის დანახვება მემხედველობაში არ მაქვს, რაიმე ჩვენი ძალა გახლავთ ჩვენი სიტყვა, ჩვენი წრფელი გული და სურვილი, რომ ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში. სწორედ აი ამ ადამიანების ერთობამ უნდა დაანახოს ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები არ შეეგუებიან ხმების გაყალბებას.
ჩემდა სამწუხაროდ ჯერჯერობით მე როგორც ერთი რიგითი ამორჩეველი ხედავ რომ არ მიდის ის პროცესები ისე რომ აი კიდევ რა არის იცით დამაფიქრებელი თუ კი აქამდე იოტისოდენაოდენი არსებობდა ობამასთან შეხვედრის შემდეგ როდესაც ობამამ სააკაშვილი ძალიან ხანმოკლე ლექცია წაუკითხა ხელისუფლების ღირსეულად გადაბარების თაობაზე თუ კი ვინმეს ამის იოტისოდენა იმედი ჰქონდა გუშინ წინ ბეშუმში შეხვედრის დროს სააკაშვილის გამოსვლამ ყველას ცივი წყალი გადაასხა. მან თქვა მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი აშენებული, თქვენ დაგიტოვოთ. წარმოვიდგინეთ რომ მას თქვენთაგანის, თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან ამოღებული და კისრიდან ამოღებული თანხი და ხშირ შემთხვევაში ჩვენი გასასტუმრებელი აღებული კრედიტებით აშენებული რაც არის აშენებული, მას საკუთარ შეპესეთ მიაჩნია და ის არაფრის დათმობას არ აპირებს. აი ეს არის ყველაზე დამაფიქრებელი, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ეს ხელისუფლება რამდენი ადამიანიც არ უნდა მივიდეთ და 3.625.000-ით ნული რომ მოუგოთ არჩევნებში, ის არსად წამსვლელი არ არის. აი მაგიტომ თქვი საუბრის დასაწყისში, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა 1 ოქტომბერზე, არამედ რას ვაკეთებთ 2 ოქტომბერს. აი 2 ოქტომბერს კი მე პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ არც პროგნოზის გარეშე, არც მაგის გარეშე გამოვა საქმე. მე უფრო 2 ოქტომბერზე და იმ ნაბიჯებზე ვფიქრობ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკვე მოსალოდნელი გაყალბება თავიდან ავიცილოთ და დიდი ბიჭობა იქნება თუ ავიცილებთ და დიდი გამარჯვება იქნება თუ კი მოხდება რეალური ოპოზიციური ძალების ისეთი უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, რომ ნაციონალური მოძრაობა და ეს რეჟიმი აღმოჩნდეს უმცირესობაში. აი ამ საშიშროებაზე, რაც ამას თქვენ წეღან ახსენეთ, ხომ, ტერორი დაშინება, ამ საკითხზე გვესაუბრება დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი ბატონი ბესო დანელია, გთხოვთ ბატონო ბესო. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. კარგად არის ცნობილი ყველასათვის, თუ როგორი ტერორი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში რეალური ოპოზიციური ძალების მიმართულებით. მე მინდა მოვიყვანო ერთი ფაქტი, დღეს დაგვიკავშირდნენ თიანეთიდან დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ქართლოს რიგიშვილი, წესიერი ახალგაზრდა, რომელიც ასევე არის მონაწილე 26 მაისის, იგი თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს და მისი ოჯახის მიმართ, იმის გამო, რომ ეს ახალგაზრდა არ ეგუება უსამართლობას, ეს ახალგაზრდა იბრძვის საკუთარი და საერთოდ ზოგადად საქართველოს ახალგაზრდობის უკეთესი ხვალინდელი დღისათვის პირდაპირ ტერორისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა მისი ოჯახი. მინდა სახელი და გვარი დავასახელო იმ ქალბატონის, ეს არის ლალი რიგიშვილი, ამ ოჯახის მოგვარე და ნათესავი, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ მათთვის ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, არც ნათესაობას აქვს დიდი როლი ცხოვრებაში და არც იმას თუ ვინ და რა არის ოჯახისთვის ესა თუ ის ადამიანი. ქალბატონი ლალი რიგიშვილის მხრიდან, რომელიც არის შტაბის წევრი ნაციონალური მოძრაობის და აქტივისტი სოფელ ახალსოფლის, ისმის პირდაპირ შეურაცხმყოფელი მუქარები ამ ოჯახის მიმართ, ასევე საუბარია იმაზე, რომ ეს ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ოჯახს და იმ 30 ლარიანი დახმარების მოხსნის მუქარით, რომ თუ ქართლოსი არ შეწყვეტს ოპოზიციურ საქმიანობას და თუ იგი არ შეეშვება იმ ბრძოლას, რომელ ბრძოლაში ჩართული არის ეს ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც მართლაც რომ დასაფასებელია. მე მინდა ქალბატონ ლალის მოუწოდო, რომ ნამდვილად დადგება ამ ქვეყანაში ის დრო, როდესაც ყველა აგებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხს და ძალიან ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები თუ აქტივისტები, შეეშვან იმ შანტაჟს და შეეშვან იმ მუქარებს, რომელსაც აქვს ადგილი და რეალურად ჩვენს ქვეყანაში ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე მე იმისა დემოკრატიული მოძრაობის, სახალხო კრების და ზოგადად იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ გარკვეულ საკითხებს, რომელთაც გააჩნიათ განსხვავებული აზრი პირდაპირ ეთერში. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პირდაპირ ეთერში უყურებთ უკვე თუ როგორ არბევენ და როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ბრიგადები ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას, ოპოზიციურად განწყობილ პიროვნებებს, რომლებიც იღებენ მონაწილეობას აქციებში, თუნდაც ის ფაქტი, რაც ბეშუმში მოხდა რამოდენიმე დღის უკან, სადაც არა მხოლოდ ქართული ოცნება, იქ იმყოფებოდა აჭარის სახალხო კრების რაიონული ორგანიზაცია და დემოკრატიული მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ, შუამთობის დღესასწაულზე იყვნენ ასულნი,
სადაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ თუ როგორ ცადეს მათ ფიზიკურად გასწორებოდნენ ზონდერებმა. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მე პირადად არავითარი ილუზია არ მაქვს იმის, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. ქვეყანაში, სადაც ნაციონალური მოძრაობა საკუთარი საარჩევნო კამპანიისათვის პირდაპირ თავიდან ბოლომდე იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამერწმუნებით, რომ არავითარი საჭიროება ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. საბიუჯეტო ერთი წუთით შეგაფრთხილეთ თუ შეიძლება მაყურებელი ყავს და გავაგრძელებ საუბარს გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. კარგია რომ სიმართლეს ვლაპარაკობ და მე სიმართლის გულიზა 80 წელს გადავაცილი აგერ და ერთმა დღე მოგცეთ. არსად მომდურავი ამ ყოლია სიმართლის გულისათვის ყოველთვის აჩოტნი ვიყავი ყოველთვის და ხაროდა აგაშენოთ ღმერთო. რა ვქნათ პირდაპირ ისეთი დღეში ვართ ეს კაცი საქართველოს დააქცევს რევოლუცია მოხდება უმოწყალო რამე თუ ხალხმა გაბედა და წევიდა წინააღმდეგ ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს რომ გაყალბდეს ეს აი თითოეული კორპუსიდან ნახევარზე მეტი არაა სახში ყველა აღრიცხვაზე აყვანილი ამბობენ და გავიგოს უყველამ ამას თუ არ მიეხედა სხვანაირად არ შეიძლება ეს კაცი გაყვირის გუში რანაირად გაყვიროდა დღეს რანაირად გაყვიროდა ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ რისი დამბრუნებელია მაგი ხალხო გვატყვილებს უყველას და ნუ თუ არსად არა ამ სოფლიოში ორგანიზაცია რომ იქ წარვადგინოთ ეს საქციელი მამკაცის საქციელი როგორ ექცევა ოპოზიციას როგორ აი მას ახაჩაღებს როგორ აშინებს მას ყველაფრის უფლება აქვს ფულები დახარჯოს ყველაფერი და ჩვენ არაფრის საშუალებას არ გვაძლევს ამისანა არც ერთი მსოფლიოში არსად არ ხდება ვინა ეს გიჟი ეს სტულელი კაცო მართალი ბრძანდება ბატონი ნამდვილად და სახალხო ესე იგი ბატონებს ახლა თქვენ ახსენეთ ეს ბოლო დღესასწაული და 4 აგვისტოს თუ არ ვწდები იყო შატილში შატილობა და ხელისუფლება ამ ბოლო დროს ახალი პრაქტიკა აქვს ესეთი საერო და რელიგიური დღესასწაულების საკუთარ ნაციონალური მოძრაობის დღესასწაულა და საარჩევნო კამპანიად გადაქცევა. ნაციონალური მოძრაობის ივენთებად არის ქცეული ჩვენი ეროვნული და ჩვენი როგორც რელიგიური ასევე საერო დღესასწაულები არავითარ ძალას არ იშურებენ გადალახეს ყოველგვარი ზღვარი ბატონმა დარეკა ასაკიანმა ადამიანმა რომელსაც ნამდვილად უსურვებდი დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იმისათვის რომ მისი სიმართლე და მისი ბრძოლის უნარიანობა თავის ქვეყანას მოახმაროს ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც თავიდან ბოლომდე დატერორებულია ბიზნესი თავიდან ბოლომდე განსხვავებული აზრის დევნა აი გუში პირდაპირ ეთერში აჩვენებენ ბურჯი შეპესე ბურჯი და შეპესე ელიტა ბურჯის პირდაპირ ასე იგი ნამდვილად ვერ ვიტყვით რისიძვისით მაგრამ ღამით ნუ ესე იგი ეს ძალიან ძიმე საყურებელი სპეცდანიშვილების რაზმი მთელი ტექნიკა და მთელი ეს რო ამერიკაში მომხდარიყო და რომელიმე საწარმოში რო ეს მომხდარიყო რა აი გულწრფელად მაინტერესებს რა აი გავანებო თავი ჩემს პარტიულ კუთვნილებას აი ერთი რიგითი ქართველის აზრი მაინტერესებს. რა ჭკუაზე დადგებოდა ჯონ ბასი და რა კომენტარს გაუკეთებდა ის, აი თუნდაც მისი თანამოქალაქის ქონება მხოლოდ იმისთვის, რომ მას არ მოწონს მაგალითად ობამა და მოწონს თქვათ რომნი, ხომ? რომ დაეყადაღებინათ ქონება და საჯარო აექციონზე გაიყიდა. რა მოხდებოდა ამერიკაში? და რატო ეს ორმაგი სტანდარტია საქართველოს მიმართ? აი ეს რაღაცნაირად ეს ფსიქოლოგია, ხო? ხშირად სააკაშვილი მაპატიეთ შეგაწყვეტინეთ ამბობს რომ ჩვენ მივდივართ ამერიკისაკენ ხო ამერიკის პიროვნებებისკენ კი არ უნდა წავიდეთ ჩვენი მღირებულებებისაკენ უნდა წავიდეთ რასაც მართლაც ხო რისი მაგალითიც არის ამერიკის შეერთებული შტატები ევროპა ევროპული სახელმწიფოები ევროკავშირი და ასე შემდეგ და არა და ორმაგი სტანდარტი ხო ახლა მე ვიქნები დამონებული რამოდენიმე პიროვნების ამერიკიდან იქნება თუ ეს რუსეთიდან დიდი განსხვავება არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიაროთ სწორედ იმ ღირებულებებისაკენ და უნდა მოვთხოვოთ იმ ჩვენ სტუმრებს, ვინც არიან საქართველოში, იმ ღირებულებების დაცვა, რასაც ისინი განუხრელად იცავენ საკუთარ ქვეყანაში. გისმენთ ბატონო? გეთანხმებით, სრულიად გეთანხმებით ბატონო შალვა, დაუსრულებლად შეიძლება იმ მაგალითებზე საუბარი, დაუსრულებლად შეიძლება საუბარი იმაზე თუ როგორი ზეწოლა
და როგორი ტერორი მიმდინარეობს იმ ადამიანების მიმართ და ზოგადად იმ ჯგუფების მიმართ ჩვენი პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის წლების განმავლობაში დაფუძნების დღიდან 2008 წლიდან 23 ნოემბრიდან, როდესაც ჩვენი პარტია დაფუძნდა, იბრძვის თავდაუზოგავად, ჩვენ ყავს უამრავი პოლიტპატიმარი, ჩვენ ყავს პოლიტიკური დევნილები, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის წევრი და კონკრეტულად ამ საკითხებზე მომუშავე პიროვნება ვესიკ ტაბატაძე განავრცობს და ისაუბრებს, უბრალოდ არ ჩერდება და არ წყდება ტერორი ჩვენი პარტიის წევრების მიმართ. არ ჩერდება და არ წყდება ტერორი იმ ადამიანების მიმართ, ვინც იბრძვიან და ვისაც აქვთ განსხვავებული აზრი. ჩვენი პარტია არის გამონაკლისი ალბათ რაღაც გარკვეულწილად, ვინაიდან ჩვენ არასდროს არ ვტოვებთ უყურადღებოთ სხვა პარტიის, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებს, რომლებიც განიცდიან პოლიტიკურ ზეწოლას და ყოველთვის სოლიდარული ვართ მათ მიმართ, რასაც გულის ტკივილით ვიტყვი, ვერ გრძნობ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან. ასე რომ გაუთავებლად შეიძლება ამ ფაქტებზე საუბარი, მაგრამ მე მინდა ჩემი საუბრის დასასრულს თქვა ორი სიტყვით შევეხო იმ უმძიმეს დღეებს, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი, ყველაზე მძიმე და ყველაზე ტრაგიკული არის ყველა ჩვენთაგანისთვის, ყველა საქართველოს მოქალაქისათვის და როდესაც 4 წლის უკან აგვისტოს დღეებში, აი ამ დღეებში, როდესაც ჩვენი ძმები, გმირები, ნამდვილი გმირები, რომლებიც დაუმარხავები ცხინვალის რეგიონში ეყარენ, ხელისუფლება, მისი თავარსარდალი და ის უმაღლესი ხელისუფლების პირები, რომლებიც გამორბოდნენ თავქუდ მოგლეჯილნი, ჩამოვიდნენ და თბილისში რუსთაველზე კონცერტი გამართეს და ზეიმობდნენ, რომ რუსეთს ომი მოუგეთო. მე მინდა სრულიად საქართველოს მიუსამძიმრო, მე მინდა მიუსამძიმრო არა მხოლოდ მებრძოლების, არამედ იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც სახლკარი დაკარგეს, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი, ახლობლები, ოჯახის წევრები და მე მინდა აუცილებლად უთხრა მათ, რომ დადგება ამ ქვეყანაში ის დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს, ჩვენ აფხაზ და ოსმებთან ერთად ავაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და მე მინდა ხელისუფლების წევრებს უბრალოდ ვურჩიო, რომ ეს დღეები ბოდიში მოუხადონ საქართველოს მოსახლეობას ტელევიზიით, მათ გამოსვლებში და მოერიდონ იმ აქტიურობას, რომელსაც თუნდაც დღეს ჩვენ ტელევიზიით უყურებდით. იმიტომ რომ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად გაეხვა ჩვენი ქვეყანა იმ ტრაგიკულ მოვლენებში, რის 4 წლის თავსაც ეხლა ჩვენ უზარმაზარი წუხილით და უზარმაზარი გულის ტკივილით ვახსენებთ აქ. დიდი მადლობა. ეთერში, პირდაპირ ეთერში მაყურებელია, ისმენთ? ხო, აი თუნდაც დღეს მაგალითად რომ თავის გამოსვლაში რომ ჩამოაყალიბა, ჩამოთვალა რომ ერთ-ერთი რომელი თქვა არ ვიცი ძალიან ბევრი უსამართლობაა, მაგრამ ერთ-ერთი რომ მეწარმე დაცული იქნებაო, რომელ დაცვაზია ლაბარაკი. ჩვენ მაგალითად პატარა ჯიხური ვქონდა და გავაფრთხილებლად ჯერ მოვიდა ერთი ვიღაცა ლატერაკი ბოდიში ამ სიტყვაზე ხო და ნუგაშინიო 500 ლარიანი ჯარიმა გამოუცა ნუგაშინიო პირველი შემთხვევა გაპატიებენო ინვალიდია და ტაქსებით იარა ის 500 ლარიანიც გადაახტენეს ბავშვს ლუკმა სტუდენტი ყავს ლუკის თურს ვაბლებდი დილით თურმე ჩუმა დაგროვებდა გამოიტანა და ჩააბარა ის 500 მერე სალარო აპარატი აყიდვინეს 500 ლარის ის დაუჯდა ტაქსებით დადის მეთქი მაგდენი არ ღირს მაგრამ 500 დაუჯდა მერე უცხრეს არა ახლა სხვა უნდა შეიზინოთო ეთყობა ის საფოფი ქონდა სადღაცა გაასახეს რამე ხო ახლა ახალი აყიდვინეს მერე დედამ დააჯარიმეს მერე რანათა დიდი მადლობა დიდი მადლობა მეტად კივნეულ თემას შეეხეთ მეწარმის დაცვის თემას შეერია ხალხი შეერია როგორ აი თუნდაც კიდევ ვიმეორებ წაგან დიდი მადლობა მეტად კივნეულ თემას შეეხეთ მეწარმის დაცვა საერთოდ ბიზნესის დაცულობის თემა საქართველოში პირველი ბიზნესი დაცული არ არის საქართველოში და მეორე დაცული არ არის პოლიტიკური ნიშნით. მხედველობაში მაქვს ის რომ აი მაგალითისათვის მე რო სხვა მაგალითი არ მოვიტანო თქვენი მონამორჩილი პირადად მე თქვენ იცით ჩემი სამოქალაქო პროფესიის შესახებ რითაც მე ოჯახს ვინახავდი სიტყვა ბიზნესმენი არ მომწონს ჩემი საქმიანობა საავტომობილო თემას უკავშირდება
ჩემი საწარმო გაიყიდა აუქციონზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე არ ვარ გულზე არ მეხატება ეს ხელისუფლება. ეს ჩემი უფლებაა, მომწონდეს ან არ მომწონდეს ეს ხელისუფლება. ამის გამო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვარ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი, აუქციონზე გაიყიდა ჩემი პროფილაქტიკა, ჩემი ავტოსერვისი, რომელსაც ასე ვთქვათ, შლეიფად მიყვა ბანკიდან აღებული კრედიტის გამო ჩემი ოჯახის წევრის ბინა, რომელიც სხვათა შორის ვითომ გაიყიდა, მაგრამ პოლიციელს აჩუქეს როგორც 37 წელს. მეჩვენს არ მეპარება რომ აქედან ნათქვამი როგორღაც მიუვათ მათ ეს ხმა. ესენი არიან არაკეთილ სინდისიერის შემძენები. ეს შეიძლება იყოს ხვალ, შეიძლება იყოს 1 ოქტომბერი, შეიძლება იყოს 1 წლის მერე, მაგრამ აუცილებლად, ხო? სამართალი იზეიმებს. მე არ მინდა არც ბინის დაბრუნება და არც ჩემი პროფილაქტიკის დაბრუნება. მე მინდა რომ სამართალმა იზეიმოს. ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა ისეთ ქვეყანაში, სადაც უზენაესი იქნება სამართალი, სადაც ბიზნესმენზე პოლიტიკური ნიშნი დევნას ვერავინ ვერ გაბედავს. მე მინდა ახლა ბატონ გიორგი გვიმრაძეს ვთხოვო, გიორგი გვიმრაძემ როგორც მოგახსენეთ საუბრის დასაწყისში, თავი დაამახსოვრა საზოგადოებას, ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე თვითონ ახალგაზრდა ადამიანი. ბატონო გიორგი, რას გვეტყვით საერთოდ განწყობებზე ახალგაზრდებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, მე ვიცი რა უკეთურებაც ხდება და რაც თქვენ თავს გადაგხდათ, ამის შესახებ თუ შეიძლება. პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მე მინდა მივსამძიმრო 8 აგვისტოს დაღუპულთა ოჯახებს და დიდი პატივისცემა დაუდასტურო, რადგან ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებმაც საქართველოს გადასარჩენა და საქართველოს უკეთესი მომავლისათვის თავი გაწირეს და დღესდღეობით ისინი გმირები არიან და ყოველთვის ჩვენს გულში დარჩებიან. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ყველამ ახსენეთ, რომ მოახლოებულია უკვე წინა არჩევნები, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთო წინა საარჩევნო გარემოში, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა უფრო მკაფიოდ და უფრო ნათლად აფიქსირებს იმ უსამართლობას ამ წინა საარჩევნო კამპანიაში, რაც აისახება ჩვენზე ახალგაზრდებზე, კერძოდ უმაღლეს სასწავლებლებში მყოფ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურთ რომ მიიღონ განათლება და არა ის მოახვიონ თავს ჩვენმა ხელისუფლებამ, რაც მათ აწყობთ. ისინი მკაფიოდ არღვევენ ახალგაზრდების უფლებებს, ისინი მკაფიოდ ულახავენ მათ იმ შეხედულებებს და ცდილობენ დააკნინონ თავისუფალი აზრი. ამაში მათ ეხმარებათ უნივერსიტეტის თვითმმართველობები. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს თვითმმართველობის წევრები არიან ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ბრიგადის წევრები, შეიძლება ასეც ითქვას, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ახალგაზრდებში დანერგონ ის იდეოლოგია, რომლებიც გააჩნიათ ნაციონალურ მოძრაობას, წაართვან მათ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამ ყველაფერში ჩვენი ხელისუფლება მკაფიოდ უწყობს ხელს ამ ზონდერ ბრიგადის წევრებს. მე მინდა ამ ახალგაზრდებს შევახსენო და დიდი ილიას სიტყვები მოიხსენიო, ენა მამული სარწმუნოება. როდესაც ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ხელისუფლება მკაფიოდ ერევა ჩვენს სარწმუნოებაში და ცდილობს ეკლესიის როლი საქართველოში რაც შეიძლება უფრო დააკნინოს და შეზღუდოს, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს სტრატეგიულ ადგილებს ასხვისებს, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის არის გამაჯანსაღებელი და წინსვლის მომასწავლებელი და ასევე ჩვენს ენას აკნინებს, ჩვენს ენას გვიკარგავს და ცდილობს, რომ სხვა ენა შემოიტანოს და სხვა ენა გახდეს პრივილეგირებული საქართველოში და არა ქართული ენა და ისინი ეს ახალგაზრდები, რომლებიც უნდა გაიზარდნენ და იყვნენ ამ ქვეყნის შვილები და ჩვენს მხრებზე დგას დღეს საქართველო, ჩვენ მუხლებზე არ უნდა დავეცეთ, ჩვენ ამაყად და ვაშკაცურად უნდა გავიმართოთ წელში და დავანახოთ თვითვეულს, ეს იქნება ქართველი, ეს იქნება უცხოელი თუ სხვა, ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ როდესაც გავიშლებით წელში ჩვენი ერთად დგომით და ჩვენი ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის გატანით, აუცილებლად საქართველო იქნება გაბრწყინებული და გამთლიანებული და მინდა უთხრა ამ ახალგაზრდებს, მე ძალიან გული მტკივა, მეც ახალგაზრდა ვარ და ჩემ თავზეც გადამიტანია ის უსამართლობა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი ახალგაზრდების მიმართ ახორციელებს და მინდა ვთხოვო თვითეულ მათგანს, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულის წევრები, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ჩემო მეგობრებო, სხვანაირად არ მინდა რომ მოგმართოთ.
თქვენ ხართ ამ საქართველოს შვილები, რომელიც საქართველოსაც ჭირდება გადარჩენა და თქვენ არც ერთმა თქვენგანმა პირველ რიგში ჩემ თავსაც ჩავაგონებ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიცე არავის უფლება იმას და თქვენ საკუთარ თავს არ უნდა მისცეთ იმის უფლება, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც აკნინებს ჩვენ უფლებებს, რომელიც ლახავს ჩვენ უფლებებს და ყველანაირად ცდილობს, რომ გაგვაჩანაგოს და გაგვაუბედუროს, მათ მხარი არაუბა და არ შეუწყოთ ამ ყველაფერში ხელი, რადგან ყველამ ნათლად დაინახა, რომ დღეს საქართველოში ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყენა საქართველო და შემდეგ უკვე დააჩანაგა და დაანაწევრა და თქვენს შემოსაყვარელო მეგობრებო, იგივე ბედი მოგიწევთ, იგივე როლში აღმოჩნდებით და ამიტომ დროზე გაახილეთ თვალი, დროზე დაფიქრდით ამაზე და განუდექით, ხელს კი ნუ შეუწყობთ, პირიქით წინააღმდეგ წადით და თქვენ, მე, ჩემი მეგობრები, მე ამაყივარ იმით, რომ ასეთ საზოგადოების გარშემო ვდგავარ, რადგან ესენი დღიდან, როდესაც საქართველოს უჭირს ერთად ვდგავართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს შევქმნათ უკეთესი მომავალი. და მე მინდა, რომ თითოეულ თქვენთან ერთად ვიბრძოლოთ და ჩემს მეგობრებთან ერთადაც ამ ჩემი უსაყვარლელი საქართველოს მომავლისთვის. საქართველო რა არის თუ არა ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ერთობა, ჩვენი სარწმუნოება და ასე შემდეგ. და ჩვენ უნდა შევძლოთ და დავანახოთ ერს, რომ ჩვენ ვართ ძლიერები ახალგაზრდები და აუცილებლად ჩვენ საქართველოს წამოვაყენებთ მხრებზე და ავამაღლებთ და განვადიდებთ, რადგან ეს დღეს ყველამ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც აუცილებლად ჩვენი სიმართლე და შიშველი ხელებით უნდა მივაღწიოთ იმ საბოლოო გამარჯვებას, რასაც ქვია ჩვენი ერის, ჩვენი მამულის და ენის გადარჩენა და თითოეული ჩვენგანის მოვალეობა ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი მომავლისათვის. რაც შემიძლია მე გითხრათ და კიდევ ერთხელ დიდი თხოვოთ, რომ გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალით ვიბრძოლოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ და მერწმუნეთ ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მე მსურს თქვენის ნებართვით წარმოგიდგინოთ ბესიკ ტაბატაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, რომელიც გვესაუბრება ერთგვარად გააგრძელებს ტერორის და დაშინების კონკრეტული ფაქტები ბატონო ბესონი ისაუბრა ამის თაობაზე, ისაუბრებს როგორც შედეგზე ჩვენ პოლიტპატიმრების თემებზე. თქვენთვის ცნობილია, რომ 40-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს და საერთოდ ჩვენ არ ყოფთ, რომ ჩვენი და სხვისი პოლიტპატიმარი, ჩვენ სოლიდარობას უცხადეთ ყველა პოლიტპატიმარს, ვისაც თავი პოლიტიკური ნიშნით დაჭერილად მიაქცია და ასეთი 100-ზე მეტია საქართველოში და შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით. გისმენთ ბატონო ბესო. მივესალმები საქართველოს მაყურებელს. კიდევ ერთხელ დიდი გულის ტკივილით მინდა სამძიმარი გამოუცხადო სრულიად საქართველოსაც და ყველა იმ ვაჟკაცი მეომრის იმ ვაჟკაცი ადამიანების მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებს, რომელთა სიცოცხლეც 4 წლის წინანდელ უაღრესად ტრაგიკულ დღეებს შეეწირა საქართველოში. ეკეთს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მე ერთადერთი რაც ამ ჩვენი მთელი საუბრის განმავლობაში რა ლეიტმოტივიც გასდევდა ჩვენ საუბარს, ეს არის ჩვენ საუბრობთ იმ ტოტალურ აღმაშფოთებელ ტერორზე, რომელიც საქართველოში მოქმედი ხელისუფლების მიერ მასშტაბურად მიმდინარეობს. ერთადერთი იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ხვალ, ეს იქნება ოქტომბრის თვეში თუ შემდგომში, არის ის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ქვეყანაში საქართველოში არსებობენ აი ჩემი მეგობარის გიორგი გვიმრაძისნაირი გულანთებული ახალგაზრდები, ყველა თქვენთაგანი ჩემთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანი ბრძანდებით და მე თავს ჩემი თავის დიდი პატივია, რომ თქვენს გვერდით ვიბრძვი ამ ყველაფრისთვის და თქვენნაირი ადამიანები არიან საქართველოში. მე მხოლოდ ამ ადამიანის არსებობა მაძლევს იმის საფუძველს ვიფიქრო, რომ ღვთისწყალობით საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება პატიმრების მდგომარეობას საქართველოში, ახლა ეს თემა ნამდვილად არ არის ახალი და ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, რაც ვილაპარაკეთ, როცა ყოველ 48 საათში ერთი პატიმარი იღუპება საქართველოში, არის სამწუხარო სტატისტიკა. რა თქმა უნდა, სავალალო შედეგია
და მინდა ვთქვა, რომ იმ პირობებში, როცა ჩვენ აქ პირობითად თავისუფლებაზე მყოფი ადამიანები, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები რა გაჭიროებაშიც ვიმყოფებით, ამ ყველაფრის ფონზე რა ხდება ჩვენ საპატიმროებში და რა მდგომარეობაში იქნებიან იქ მყოფი პატიმრები, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ რა დემოკრატიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და რა დემოკრატიის მშენებლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი იმ ქვეყანაში, სადაც 118 პატიმარია პოლიტიკური ნიშნით საქართველოში. აქედან 42 პატიმარი მარტო ჩვენ სახალხო კრებას და დემოკრატიულ მოძრაობას ვყავს. ამდენი რაოდენობის პატიმარი არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას და ორგანიზაციას არ აყავს. სამწუხარო და ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია ჩანს ასევე შარშანდელი 26 მაისის შემდეგ, როცა ესე იგი ძალიან ძლავრი ტალღა იყო ამ პოლიტიკური ტერორისა და ჩვენი აქტივისტების და ჩვენი მეგობრების დაპატიმრებების შემდეგ რაღაც პატარა ვთქვათ შესვენება ჰქონდათ, ეთყობა თვითონაც დაიღალენ ამდენი ადამიანის დაჭერით, ეხლა ისევ იმატა ამ ტენდენციამ და ეს რა თქმა უნდა აღმაშფოთებელია, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი პატარა ადვილი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, ის რომ საარჩევნო წელია, ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ გააყალბოს არჩევნები და მათ შორის მან ესეთი მეთოდით შეიმუშავა, რომ ზეწოლას ახდენს პატიმრებზე მოგეხსენებათ დაემატა საარჩევნო კანონს ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც გარკვეული რაოდენობის პატიმრებს აქვთ უფლება მისცენ ხმა. ეს თავისთავად უკვე გასაგებია ეს ხმების საითწავა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა 10 კაციან კამერიდან ერთი პატიმარი რო გაიყვანონ და იმან თქვათ ხმა რო არ მისცეს ნაციონალურ მოძრაობას, იმ დანარჩენ 9 კაცსაც მას მიაყოლებენ და იქ რა მოხდება, რა თქმა უნდა წარმოგიდგენიათ და გარეთ კიდე ის მისი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მუდმივად ზეწოლის და შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან, იმიტომ რომ არავის არ უნდა, რომ ცოცხალი შვილი, რომელიც ციხეში შევიდა, ხვალე არ გამოუვიდეს, იქიდან მკვდარი არ გამოუტანონ, ისიც შეიძლება დაუმალონ და არაფერს ვამბობთ უკვე 100,000-ობით პრობაციონერზე, რომელსაც პირდაპირ განცხადებებს აწერინებენ და ხელწერილებს აწერინებენ იმაზე, რომ მათმა რამდენიმე ათეული თავიანთი მხარდამჭერი უნდა მიიყვანონ, რომელიც ასევე ხელმოწერით ადასტურებენ, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობისადმი მხარდაჭერას. ამ ყველაფერზე და ამ ყველაფრის ფონზე, რომელ დემოკრატიულ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი საქართველოში. ეს არის არ ვიცი, პატიმრების ბედის თამაში ამ ყველაფერს ნორმალური ცივილიზებული სახელმწიფო მე მგონი არ უნდა ეგუებოდეს და მე არაფერი არ მაქვს რა თქმა უნდა საწინააღმდეგო იმისა რომ ქართულმა საზოგადოებამ მეტი ყურადღება ვთქვათ 1 ოქტომბერს რაც უნდა მოხდეს იმას მიაღწიოს, მაგრამ მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა იმას, რომ არავის არ დაავიწყდეს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც დღეს უკანონოდ, აბსოლუტურად უკანონოდ არაფრის გამო სხედან ციხეში და იმათთვის ხვალინდელი დღე არის გაუგებარი, არავინ არ იცის რა ხასიათზე გაიღვიძებს მათი ბადრაგი ან ციხის უფროსი და რა დღეში იქნებიან ეს. მინდა შევახსენო სრულიად საქართველოს, რომ პატიმრების ბედზე ზრუნვა თვითუფალმა დაგვიბარა ჩვენ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათნოება, რომელიც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. მე მინდა მოუწოდო ყველა შეგნებულ ადამიანს, რომ პოლიტიკური პატიმრების და უკანონო პატიმრების საკითხში მაინც მოახერხოთ ჩვენ გაერთიანება, რათა ჩვენი საერთო ხმა მივიდეს იქ, სადაც საჭიროა, იქნება მან უკეთესი შედეგი გამოიყოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენი დრო კი არა, სააკაშვილის დრო უახლოვდება დასასრულს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის დრო იწურება და მე მინდა დამშვიდობების წინ წეგან ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბესომ ნაწილობრივ აღნიშნეს, რომ ჩვენმა ტოლვილებმა, ჩვენმა ხიზნებმა, ჩვენმა ადგილნაცვალმა პირებმა დაკარგეს თითქმის ყველაფერი, ახლობლები, დაკარგეს სახლი, კარი, ქონება, მდგომარეობა, ყველაფერი, მაგრამ არ დაუკარგავთ ერთი რამ, იმედი. აი სწორედ ამ იმედის სიმტკიცეს გისურვებ თითოეულ თქვენთაგას, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და უკეთესის იმედით გემშვიდობებით, ერთად უთხრათ ყველამ ამ ხელისუფლებას არა და გამარჯვების მთავარი ფორმულა ეს არის ყველა ძალის კონსოლიდირება და გაერთიანება ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.